ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსულმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზიანა. უხმა ნალექმა სოფლებში არსებული ხევების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თითქმის ყოველ წელს მდგომარეობა უცვლელია და სტიქია სახლების გარდა შინაურ ფრინველებსა და პირუტყვსაც აყენებს ზიანს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას განცხადებით, სახლებიდან წყლის ამოტუმბვა უკვე მიმდინარეობს, დღის ბოლომდე კი ნაპირსამაგრი სამუშაოებიც დაიწყება. ლაგოდეხის რამოდენიმე სოფელში, ნინიგორში და შრომაში გადმოვარდა წყალი, არხებმა ვერ გაატარა და მოსახლეობა შეუვარდა სახლებში. ამ ეტაპისთვის ამოტუმბულია წყალი, რამოდენიმე ოჯახშია დარჩენილი და იმასაც ამოუტუმბავთ. სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობა დაიტბორა, სახლში შეუვიდა წყალი, ზოგს ფრინველიც დაეხოცა. აი ამ ხიდიდან მონადენი წყლით სოფელი ყოველ წელიწად ასე ზარალდება შემოდგომაზე და გაზაფხულზე.